ირაკლის დილით ადრე სამსახურიდან დაურეკეს ძიმე პაციენტი ყავსო და გამოიძახეს. ასე რომ შენ შეგიძლია შეასწრო აბაზანაში. ესე არ მითხრა. ესე აზრი არ აქვს და სიცხე. რა ხდება, რაღაც კარგ ხასიათზე ხარ. თან ნახატები გამოგიტანია. რა ხდება და ამდენი წვალების და შრომის მერე როგორც იქნა დამაფასეს. და აღიარეს ჩემი ნახატები. დათო? რა? ხვიძავს? თავიდან არც მე არ მეჯერა, მაგრამ დამერეკეს და მითხრეს ფართო მასებისთვის, ესე იგი უცნობი მხატვრების გამოფენაა და თქვენც ყურადღება მიაქციეთ, თქვენც გვინდა რომ მონაწილეობა მიიღოთ ბატონო დათო. იმედია ამასაც ყურადღებას მიაქცევდი ბატონო დათო. და ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ ირაკის შენზე მეტად გავხარდებოდა. აი ეს არის ჩემი ჯილა. აი მან მომიტანოს ფული და აღიარება. დიახ. რა ვიცი მართლა? აი ვუყურებ და განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევ. მარიკა. აი ამას უნდა შეხედო შორიდან. შეხედე? და მე გამოიკვეთება შინაგანის სამყაროს სილამაზე. ვერ ხედავ ხა? მოიცა? კარგად დააკვირდი. ვერ ხედავ, ეხას ვერ ხედავ? ჰა? კარგი მარიკა, ეხა ვერ ხედავ? მარიკუნა ძალიან დავიღალე რა. ძალიან დავიღალე, საკმაოდ ძიმე პაციენტი იყო, მაგრამ უშველი. ხო, კარგად არის, ხო? კი, კარგად არის, მაგრამ აი ჭუაზე არა ვარ, წავალ წამოვწვევი რა. მარიკა, რა მაინტერესებს იცი? ჩემი შალვონა სად არის? სად არის აქ რატო არ დაფუსფუსებს? ფუსფუს სად არის ჩემი შალვონა? რატო არ შემომეგება გული, რატო არ გამიხარა, ჰა? ირაკლი მამას წნევა ეწია და დედა სახლში წავიდა. მამას წნევა? არა რა, მაგარი სიმამრი მყავს. არა, ოჩახ, ზახარიჩ. მადლობა მამა. მოიცა. მოიმზადე? შემზადე? რა უნდა? მოძადე კი? რა არის? ეხა ყურადღებით? ხო. მზად ხარ? ხო. სიურპრიზ! ვაიმე რა მოხდა? კარგი რა იყო ირაკლი, ჩემი ნახატების გამოფენა იწყობა. კარგი რა დათო რა. კარგი რა ძლივს გახსნეს ქუჩები ამ ქალაქში თავიდან გადააკეტინე, შეჭეპილი. კარგი რა ირაკლი რა. უთხარი რა მარიკა რა. ხო, ირაკლი დაურეკეს და თხოვეს გამოფენაში მიიღე მონაწილეობა. აბა? აჰა. დიახ, თხოვესო. ეს სად არის? ეს არის? აი, ეს არის. მიბოძეთ. დიდი მადლობა.
არა, კი, მე არ ვარ წინააღმდეგი, დათო, გამოეფინე. გამოეფინე, ნახოს ყველა ხალხმა, გაიგოს, რის ყურება მიწევს ყოველ დღე. რა დღეში ვარ. დათო, ჩვეულებრივი გამოფენაა თუ გამოფენა გაყიდვა? მარიკუნა, ამის ნამუშევრების მარტო გამოფენა იქნება. გაყიდვა. შენ იცინე და უკვე სერიოზული გამოხმაურება ხონდა სხვათა შორის. ვიცი, ვიცი დათო, რეკლამაში ვნახე. მართლა? აბა, რამდენი ხანია უკვე რეკლამა გადის ტელევიზორში? არ გინახავს ეს რეკლამა? რას ლაპარაკობ? პაბლო, დიეგო, ხოსე, ფრანსისკო, ის რა ქვია, ჩიპრიანო დე ლა სანტისიმა, ტრინიდად რუის პიკასო, ალექსიძე, შენ არ ხარ? თუ არა ხარ ისა ჩიპრიანო დე ლა სანტისიმა? იცინე, არა უშავს ავიტან. მე ჩემს ავტობიოგრაფიაში დაიწერება თუ როგორი ამტანი და მომთმენი და გამტანი ვიყავ. დათო, რა ვიფიქრე იცი? რა ვიფიქრე და კაცო, ეს ამ ხალხმა იწვალა, ვინც ეს პიკასოს ნახატები ჩამოიტანა და გამოფინა, ფული დახარჯა, ამდენი, ავიცი, ხარჯი, მთელი ამბავი გამოფინა და დამთავრებული იყო ეს გამოფენა და მერე გამოგეფინა შენი ნახატები, თორე ვინ მივა იქ იმის სანახავად და წაგებაში დარჩებიან მეწოდება ის ხალხი დათო. მე ხოჩა ხირადი ხოჩი მარიკუნა რამდენი ბალიანი იყო? რამდენი და 8 კარგია დილა სიფთაზე 8 ბალიანი ხუმრობა მე მგონი კარგია მოქალაქე დიახ შენ არ გიდე ირაკლი რამე ესე იუმორისტული შოუან გადაცემა რო წაიყვანო მე ეგეცი რა გადაცემა წაიყვანო და ეხლა გეტყვი მე შენ წარმოედგინე ესე იგი დიდ ფართობს ვეძებ ეხლა მე შენ პატარისთვის ფინანები სპორტის სასახლე ან სტადიონი წარმოედგინე პაიჭაძის სახელობის დიახ კი წარმოვიდგინე და ეხლა მთელი ტრიბუნები არის გავსებული გადატენილი ეკაურობა სცენაზე გამოდის მარიკა და აცხადებს ჩემ წონი ეხლა თქვენ წინაშე იხუმრებს ირაკლი ჭყეიძე და შე გამოდიხარ მოკლე შორტებით წითელი და პანჯებით ეს მოდანდალებ ეს იხუმრებ და ეხლა ეს მასა ხალხი ესე ბზუ არა კი ძალიან კარგია შენ ეს გამომართვი მაინც ყოველი შემთხვევისთვის კონდეს შეინახე დაგჭირდება აუცილებლად დაგჭირდება ვინ არის ეს ვინ არის ეს არის პლასტიკური ქირურგის ნომერია დათო იმიტომ რომ შენ გამოფენის მერე შეიძლება გარეგნობის შეცვლა დაგჭირდეს კი ბატონო არ მითხრა კი ბატონო იმის პაკირატო დამეხმარო აგერ სადაც გული გამისტე ნერვიო ფხეთს მიშნი კარგი არ გვინდა ეს ისტერიკი დათო მოდი ამდენ შენ მაიმუნობაში და იმაში ბიზი მოდი აკინაღამ დამავიწყდა აი ნახე ორი საგზური მაქვს თურქეთში ანტალიაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მე და მარიკა ვერ მივდივართ ხო და გაჩუქებდა შენთან ხუმრობს შენ და მარიკა რა ვერ მიდიხართ დათო მე და მარიკა ვერ მივდივართ იმიტომ რომ ეს საგზური არის ორკაციანი და ჩვენ იქ რო ჩავალთ შეიძლება 3 ვიყოთ მარიკა რამდენიანი იყო 9 დღის ბოლომდე 10-მდეა არა ეხა ორ დღეში ჩემი გამოფენა დაიწყება მე ვერ წამო მე ეხლა უკვე სხვა დათო ვარ ხოდაი ესეთიკა გადავწყვიტე რომ უპატრონო ცხოველებისათვის თავშესაფარი გავაკეთე მოვძებნი ხოლმე უპატრონო ძაღლებს კატებს ქათმებს და მოვული ძალიან კარგი იდეა ანანა თან ახლა იმდენი უპატრონო ქათამია გეყოლება მე ეს უპატრონო ქათმები მე ეს უპატრონო ქათმები დადებენ უპატრონო კვერცხებს და მე შეც გააკეთებ უპატრონო ომლეტე
ხო, ოღონდ იცი რა არის თიკა? ჯერ უნდა ავიღო სესხი ბანკში. უი, რა პრობლემა ანანო? მე ხო ბანკში მუშაობდი. ყველას ვიცნობ და დაგეხმარები. აი, მე მართლა და ოღონდ იცი რა არის? კიდე ერთი პრობლემა, რომ მე სესხი ცოტა დიდხნიანი მჭირდება. აი 30 წლით. 30 წლით? ხო. მე გარანტიად რა უნდა ჩადო ანანო? 30 წელი რა გაძლევს? ანანო, გადაცემაში ყვავი არ ყავთ? აი, რა თიკა, რა? აუ, თიკა ხა შენ იმასაც ხუმებ, რომ ნაცნობები მყავს და დაგეხმარებიო, ხო? არა, ანანო, რა პრობლემაა? ნუ ნარვილობ, მე დაგეხმარები. თან თამარიც ხო იქ მუშაობდა? მეტყვი და ისიც წამოყვება. თან ახლა შენი სესხის შესახებ უკვე ეცოდინება მაგას. არა, არ ეცოდინება. აი, პირველად შენ გეუბნები, არ მithქვამს ჯერ. შენ ხო იცოდი ანანო? მე კი? მე თამარისთვის ეგეც საკმარისია. ეცოდინება. ირაკლი. კი სალომე, მოდი მინდა. დაი. კი სალომე თხილიც მინდა. არა სალომე სანდრო არ მინახავს. მოგებო? ჩემზე ჯორავთ? აუ, ირაკლი, რა შენზე ვჭორავ. სესხის გამოტანა მინდა ბანკიდან და აი თიკას თხოვდი რომ დამეხმარებო. ანანო, შენ იცი თიკა რამდენი ხანია უკვე აღარ მუშაობს ბანკში? ეს დაახლოებით რა ვარიანტია, იცი ახლა ასლან აბაშიძეს რო თხოვო ბათუმში სამსახური მაშოვნინეო. კარგი ირაკლი, რა არ არის პრობლემა. ჩემი ძალიან ახლობელია საკრედიტო უფროსი და ანანოს უარს არ იტყვის. აჰა. მაშინ მიიწიე, მეც ჩამოვიდე. თან საქმიანი წინადადებით ვარ მოსული. რა საქმიანი წინადება? რა საქმიანი წინადადებაა და პაციენტმა მაჩუქა ორკაციანი საგზური ანტალიაში. ხო. ნუ მე და მარიკუნა ვერ მივდივართ. გასაგები მიზეზების დაგამო. ხო. იმ ჩემი კარის მხატვარმაც უარი მითხრა. რაღაცა საქმე მაქვს, რაღაც დაკავებული ვარო, ვერ წამოვალო და ფუჭდება ეს საგზურები და რომ არ გაფუჭდეს ზემოთხსენებული საგზური, გადავწყვიტე რომ თქვენ გაჩუხოთ. ვაი, საყვარელი. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ მე ვერ მოვახერხე. მეც აი როგორი ირაკლი საქმეა. რა როგორ? სალომე. ბატონო. საგზური მაქვს ორკაციანი თურქეთში არ გინდა? ორკაციანი? ხო. არა. რატო სალომე სანდროსთან ერთად წახვალ? კარგი რა თიკა, იქ რომ მაგასთან ერთად წავიდე, იქაც ვიღაც სხვა მოეწონება. რა პრობლემაა მე სალომე? იქ მრავალწოლიანობა მოსულა. ხო და შესაბამისად შენი შანსებიც იზრდება. არა, ირაკლი, მადლობთ. დაფიქრდით, თიკა. ანანო. არა, მე ვერ მოვახერხებ. არა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. სამჯერად იყვება. არ შემიძლია, არა. სალომე. 2 დაუვიწყარი კვირა ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ვერ, ირაკლი. ვერა. კალენდარი მაინც იყიდეთ, კაცო. ვერ დაგეხმარებით, მაგრამ სამაგიეროდ აი ამ ლუს გჩუქნით. ლუს ჩუქნით? დიდი მადლობა თიკუნა. ისე სხვათა შორის მე 2 საგზურს გჩუქნით. სალომე, მეორეულით მოვუტანე რა. სეგი მაინც ამდგარა ვაჟ ბატონი ჩუმად შეპარულა და გამოუჭამიან მთელი მაცივარი. აი მე არა და ის გარგარი როგორ მინდოდა. აი მე აქ ახარ. კარგი რა ვიცი მე რა გარგარი თამარ. რო შევედი აღარაფერი აღარ იყო. რა გარგარი და ის გარგარი. ისე კარგი კია ეს დივანი, მაგრამ გათიშულს მძინავს რა. სპეციალურად გამიკეთე, აი სპეციალურად იყიდე ესეთი დივანი, რომ დამეძინოს, შეიპარე როღამე სამზარეულოში და ისე ჭამოჩუმად. სათვალთვალო კამერა უნდა დავაყენო და დაგიჭირო. იცი თამარ. შენზე პატარა სათვალთვალო კამერას ვერ იშოვი. შენ თამარ, და შენ რო ჩაჯდე მაცივარში კვერცხის უკარო დაიმალო. რო გავაღებ მაცივის კარებს დაიწყებ. ჩაქრე რა შუქი ჩაქრე. აჰა, დაიწყო დილა და ადუდღუნდა ერთი აკაკანდა მეორე, აკაკანდა ერთი ადუდღუნდა მეორე და მეც დავიქოფე და
შემოდი ირაკლი, შემოდი, დაიჭიქი. ხო, კარგად. კი, კარგად. აი, კარგად. კაი ხასიათი, დაიჭიქი ირაკლი. ეს აბა გონდა როგორ ხართ? კაცი. კაცივდი, არა უშავს, გაგიბლის თამარ, აბა მოდი მოგუჩდით. აბა მოგდანეთ, მადლობა, შევხვდით მოგდანეთ. ესე იგი, მეზობლებო. სანამ შემოგთავაზებდეთ იმას, რისთვისაც ვარ მოსული და უარს მეტყოდეთ, გეტყვით რომ უფასო. განვაგრძო? კი. გმადლობთ. მოკლედ, პაციენტმა მაჩუხა ორკაციანი საგზური ანტალიაში, თურქეთში. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამჯერადი კვება. ნუ ეხლა მე და მარიკა ვერ მივდივართ, იცით ალბათ რატო, ქალბატონი კეთევანი დამეთანხმება. ჩვენ ველოდებით, ხო? ნამდვილად კი. გასაგებია. ნუ დათომაც უარი მითხრა, ასე შემდეგ, არ არის ეს საინტერესო და ბოლოს მე გადავწყვიტე, რომ ჩემ ერთგულ მეზობლებს ვაჩუქო ეს საგზურები, ჰა? ირაკლი, კომპოტს ხომ არ დალევ? ნუ ახლა ცივი თუ იქნება დიდი სიამოვნებით. აბა, დაფიქრდი, ატმის, ალუბლის, მარწყვის თუ? თუ ყურძნის მაგარია ძალიან თან ძველია. აი ესეთი გემო დაძებს რა, ციცკამ როიცეს. გადიეთი რა, გაჩერდიეთ. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე ვერ წავალ. აი ამ ორს მიეცი და ესენი წავდნენ დაისვენონ. რატო თამა, რატო? წადი, დაისვენენ, მერე იქ ვიღაც ულაშებიან თუ გზაყვები ცოლად, იქნები თამაროღლუ. მომისმინე, ლაშიკო მარკაია, თამრი დასვენება გჭირდება შენ აუცილებლად, უნდა დაისვენო. აბა გაიხსენე ბოლოს როდის იყავი ბოლოს დასასვენებლად, აბა? როგორ არ მახსოვს? აი მე ირაკლი, ბოლოს ვიყავი დასასვენებლად ლესელიძეში. ხო, და არაჩვეულებრივი დრო გავატარეს. ჩამოსულები იყვნენ უცხოელები, ხო, რუსები, ინგუშები, აბა, ყაზახები და უცხოელები. ხო, უცხოელები და ბოლოს როგორ მახსოვს, ერთი ბიჭი იყო რაღაცა ისეთი და რომ მოვდიოდი, ლეკი იყო. და მომწონხარო. მომწონხარო ამ ლეკბა. ხო, ამ ლეკმა მომწონხარ და ისეთ დღეში ჩავაგდე. აი, ლაშიკო. მაგის მერე შეწყდა ლეკიანობა საქართველოში. უნდა გაყოლოდი მე თამარ. უნდა გაყოლოდი იმ ლეკს ცოლად რა. უნდა გაყოლოდი და მე იქ რო იცხოვრებდი და ენა რო დაგავიწყდებოდა, იუზა გიმღერებდა იამნანეს. მაჩვენი აბა ერთი რასაგზურებია, მარა. კი ბატონო. მაჩვენი. გასაგებია. აჰა. ეს ორი კვირა ბევრი არ არის? ჰა? რატოა ბევრი თამარ ახლა? იქ ცხოვრობს 60 მილიონი კაცი. მე ახლა ვინ ვისთან დადის, ვის უკანონო შვილი ყავს, ხო უნდა გაიგოთ, ამას დრო ჭირდება თამარ. ნახე რა წერი. კეთო მოდი, შენ მე მგონი მარტო უნდა წახვიდე. მარტო რა მინდა? აბა აქ წერია სამჯერადი კვება და ეს მოკვდება მშია. წავედი რა, არ მინდა რა ეს თქვენი თურქეთი რომ მინდოდეს არ მინდა, წადი თქვენ. მიდი თამრი, ხო თამრი, მიდი აბა ხო. რაღაც ძალიან დიდი მადლობა ესეთ საჩუქრისთვის, მაგრამ ეს ჩვენ წასვლას მოდი კეთებან. ჩვენ წასვლას მე მგონი ჯობია თამარი წავიდა. არა, რაზეა ლაპარაკი? მე რატომ მიხსნით ხალხო? მე გაჩუქეთ და თქვენ როგორც გინდათ ისე გაანაწილოთ. დიდი მადლობა ირაკლიც რა თამარს უფრო ჭირდება დასვენება ძალიან გადაიღალა თან უფრო რაღაც ესე განიტვირთება რაღაც და განიტვირთება ერთი და რომ გადაიღალო და დაიშვა რა დღეში აქ ნერვები ხო ხელ. კი. ეს ერთი, მაგრამ მეორე ირაკლი. ყველაფერი გამოაქვს ამ ჩხეიძეებიდან და იქნებ ჩავიდეს იქ და ტაოკლარჯეთიც გამოიტანო და ჩაყვამა. რა ვარ ბატონო? რა ვიცი ირაკლია მოსული რაღაც საგზურები ხო რაღაც
რა ისე ნახე რა ფერარი მიწა. იმსახურებს. მაგი. ლაშიკო აქ ხარ? როგორ ხარ? რავი, ირაკლი, ცოტა ცხელა. ცხელა, მართალი ხარ? მეც ვაგრაც. მაინც ცხელა. არაფერში არ გამოგადგება. არაფერში. ხატვარო. რაო, ჩვენსკენ რა ხდებაო? ცხელა? მე შენ თუ ცხელა, ლაშას ცხელა, მე ცხელა, ყველას ცხელა. აბა? ვინ გავა? ლუძე? ლაშა? არა, მართალია, ლაშა ვერ წავა. უბრალოდ წავა. იგედის, მაგრამ ან ვერ ამოიტანს, ვერ ამოაღწევს, ან უფრო ცუდი გზაში დალევს. ასე რომ, ხატვარო, დანტისტი გამოირიცხა. მიდი დათუჩა, მიდი ჩაირბინე რა ამოიტანე რა, მიდი. მიცან? აი ხა ის კაცი მოვიდა, ვინც ლუცაც ამოიტანს და ყველაფერს დათქვენ კიდევ. სანდროა გავუღიყარები. სანდროა? დათო, როგორ ხვდები ა? როგორ და? მოდი, სანდრო. ჩვენ ასე გავაკეთოთ. სანამ ჩვენ ძირითად საკითხზე გადავალთ ახლა, ანუ ლუდის საკითხზე, მანამდე შეკითხვას დაგისვავ. თურქეთში არ გინდა წასვლა? დასასვენებლად? არა, მამლუქად, სანდრო. სტამბულამდე საგზური, მე იქ უცებ გიყიდიან და პირდაპირ ეგვიპტეში. რასასვენებლად, აბა რისთვის სანდრო რა? საგზური მაქვს 2 წელი, წადი დაისვენე, ჩვენს დავისვენებთ. მე ჩამოხვალ შენ, დასვენებული, ჩვენს დაგვხვდებით დასვენებულები და დავიწყოთ თავით. არა, რატომ? ძალიან სერიოზულ ამბავზე ვარ მოსული, ესე იგი დღეს მე გადავწყვიტე, რომ ყველაფერი უნდა უთხრა მაიას, უნდა უთხრა, რომ ცოლად გამომყვეს. ხო და ახლა აქ იმიტომ მოვედი, რომ თქვენი რჩევა მჭირდება, როგორ უთხრა ეს ყველაფერი. აქ სერიოზულად ყოფილა კოლეგებო საქმე. დაბრძანდით ბატონო სანდრო, დაბრძანდით ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით, მხოლოდ ერთი პირობით, არა, კოლეგებო? ერთი პირობით, მე ლუძე ჩახვალ, ლუც ამოიტან. კარგი. აბა, ბრძანეთ რა გნება? ესე იგი, დღეს მინდა გთხოვოთ ცოლობა მაიას. მე ახლა არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთო და თქვენ გამოცდილი ხალხი ხართ და აჰა, ბატონო ლაშა, ეს თქვენი სფეროა. ნამდვილად. დამეთანხმებით ალბათ. ასე ვთქვათ, თქვენი ვიწრო სპეციალიზაცია. ხო და როდესაც ბატონო დავით პროფესიონალი აქ იმყოფება, ჩვენ დილეტანტებს დუმილი გუმართებს. რა გთხოვთ? დიახ, მადლობა ბატონო დავით. სანდრო გეტყვი, მარტივია რა. უნდა უთხრა ის, რასაც გძნობ. აი მაგალითად, ეხლა რას გძნობ? აი ეხლა რა? ეხლა? არ ვიცი, მცხელა. ბატონო ირაკლი, ვფიქრობ რომ ესეთი საფუძვლიანი მუშაობა მოგვიწევს ჩვენ და ობიექტთან არა? დიახ. კარგი სანდრო, მაშინ უთხარი რომ ასე როცა ნახავ, უთხარი რომ ძალიან გინდა მთელი ცხოვრება მასთან გაატარო. აი სუ ესე უბნებოდა ლაშას და ხედა როგორ გაუმართლა. არა, მომისმინე სანდრო, მე მგონია ჯობია ჟესტიკულაციები ჩართო. ანუ ნებისმიერ სიტყვას, რასაც ეტყვი მაიას, მიაყოლო ჟესტიკულაცია, ხო? აი მე შენთან მოვედი დღეს დაგინახე, რაღაც ასე აკეთებს ხოლმე გია მაისაშვილი. ხო და ხშირ შემთხვევაში ამართლებს, ხო? აი რომ მიხვალ მაიასთან, ეტყვი რომ აი მე შენთან მოვედი მაიკო, ძალიან მიყვარხარ იმ დღის მერე რაც დაგინახე და უშენოდ ვერ ვძლებ, სულ შენთან მინდა. ირა, რა კარგად გამოგივიდა. შენ რა წამოხვიდე და უთხრა. კოლეგა, უნდა დაგეთანხმოთ. როგორც ყოველთვის თქვენ დღესაც მართალი აღმოჩნდით, ჩვენ საფუძვლიანი კი არა, ღრმად საფუძვლიანი მუშაობა დაგვჭირდება აღნიშნულ ობიექტთან. დიახ. მოიცა,
მე გეტყვი ხარ სანდრო ყველაზე კარგს დამიგდო ყურე ესე იგი შენი მშობლები შეხვდნენ მაიას მშობლებს და შენმა მშობლებმა მაია გიყიდო მიყიდონ? ხო აი როგორც ინდოეთში ხდება გავს თუ ძვირი არ არის მამა ჩემს დაუბრეთ მოიცა სად რა ინდოეთში ხდება კოლეგა მაპატიეთ უნდა შეგეკამათოთ ახლა აქ ექსპერიმენტების დროა რა ვიცი როგორ ეხა ექსპერიმენტები რა ისე კოლეგა ეხა როგორ ეს ექსპერიმენტი გამართლებულია მილიარდნახევარიანი მესმის მილიარდნახევარიანი მაგრამ იქ სულ სხვა ფენოტიპთან მოაქვს როგორ გადადება რელიგიური ფილოსოფიური სისტემები ეთნოჯგუფი მე მომეხმარეთ მე გააგრძელებთ კი ბატონო გავაგრძელოთ მე მგონი ცუდი არ იქნება ლექს თუ წაუკითხავ სანდრო კი გეთახმები ლექსიური გვარ არის წაუკითხე სიყვარულზე ამ სამშობლოზე და ცოლად თუ არ გამოყვა ომში მაინც გამოყვება არა კარგით რა ხალხო მართლა კარგით რა არის ეს ესეთი არასერიოზულობა შეიძლება რაღაცა წესიერი რჩევა მომეცით რა ხო სწორედ ასეთი არასერიოზულობის ბრალია რომ ამდენი ოჯახი ინგრევა და უბედურდება რას მიხურებ რა ეს რაღაცა უნდა იმას ამის გამოა მე ადამიანის ფსიქიკაზე წარუშლოს ხაბეჭდებას ოტოებს და შეიძლება დაგენგრას ყველაფერი წარუშლე რა სანდრო ეს შენ ხარ მე ვარ მე ამჯერა აბა პირადობის მოწმობა მანდა მოიცა სანდრო მე გიტყვი ხარ ყველაფერს მინდი on არ ხულობ სერიოზულად ილაპარაკებ პირდაპირ მიდი არ შეგეშინდეს არაფერს და უთხარ ყველაფერი გავიგე ვიცი რასაც ვიტყვი მაგრამ აი რა ჩაუცვა აი ამ საკითხში გამოცდილს პროფესორს ბატონ ირაკლი ჩხეიძეს მიაკითხეთ ძალიან გთხოვთ კი ფეთანადე დიახ გმადლობთ ბატონო დავით გმადლობთ მე ვთვლი რომ რაც შეიძლება უცნაურად უნდა ჩაიცვას სანდრო იმიტომ რომ კოლეგებო თუ კი სანდრო ჩაიცვავს უცნაურად ეს მოახდენს ერთგვარ ვიზუალურ ეფექტს და მე ვგონებ რომ სალაპარაკო ნაკლები დარჩება და კიდევ შევიტან ერთ კორექტირებას პატარა დეტალს შევიტან თუ მას დამთავრდა რა თქმა უნდა კედები უნდა ჩაიცვას კედები დიახ აუცილებლად უკაცრავად ეს დამაინტერესა მე ჩაგეჩვევი თქვენ საუბარში კედები რატომ უნდა ხო არა ეს კედები რა კედები აბა სწრაფად რო გაიქცე იქიდან კარგი მოვჩეთ ახლა რა მოვჩეთ ამოგივიდათ კაცი მოსულია სამი მეგობარია აქ და რჩევა უნდა სერიოზული და რაღაცა ურჩიოთ ბატონო დავით მოვჩეთ პოლემიკას გადავიდეთ საქმეზე შეიძლება სანდრინიო დაჯექი ჩემოგარგო დაჯექი ესე იგი ჩვენ ასე ვქნათ ჩემი აზრით აქ წამოჭრილი ყველა ვერსიებიდან ყველაზე ნორმალური არის ლექსის ვარიანტი ხო ესე იგი მე ვფიქრობ რომ სანდრო შენ რო იქ მიხვალ მაიას ლექსი უნდა მოუყვე ხო კი უნდა წაუკითხო უნდა მოუყვე იმ ლექსის მოკლე შინაარსი უნდა მოუყვე მართალი ხო გადვილი ხო რა თქმა უნდა ადვილია კი ბატონო ამიტომ ჩვენ პოეზიაში ბატონო დავით სპეციალისტი გვყავს ისევ და ისევ ბატონი ლაშა და მე თანხმებით ალბათ რა თქმა უნდა პოეზიაში და აი ლაშა გიკარნახებს შენ ხელზე დაწერე ამ ლექსის მოკლე შინაარსი და რომ მიხვალ იქ მაიასთან ჩუმად წაიკითხე მოუყევი არა მე კი ვიცი რომ ვერ წაიკითხავ მაგრამ რა ვიცი თამარ ნერვიულობ იცი მაინც რო არ მოგცენ უარი რო გითხრენ ვაიმე ანანო კარგი ხო გითხარი არა სესხს აუცილებლად მოგცემ მეთქი მითხარი შენ საქმე რო ვერ გააკეთოს თამარ ღლონტმა გათხოვება შენ ახლა დღეს რაღაცა ანანო იქით რაღაცა ბუკლეტებია სესხთან დაკავშირებით და მიდი აბა ნახე მე მგონი გამოგვადგება მიდი აბა
მე თამარ დავიღუპეთ მე მგონი. და გოგო შემხვდა და მოდისო სულხანიო ეხლა შემოვაო. სახელი შეიცვალა? ვაი მე თამარ სახელით შეიცვალა, თმების ფერიც მე მგონი პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა და გამაღლებულია ცოტა. რა გინდა თიკარის ითქმა გინდა ვერ გავიგე მითხარი. ვაი მე თამარ ნუკრი მოუხსნიეთ და სულხანი დაუნიშნიათ. თამარ ნახე რა ვიპოვე. სლოგანი წერია შენზე. რა სლოგანი? შეგაქვთ ცოტა, გაგაქვთ მეტი და უფრო მეტი. შენ იცინე და სულხანი რო შემოვა მე მეგავიცინე. ხო, სულხანი რო შემოვა. სულხანი? მაჩი რაღაცა სხვა სახელს არ ამბობდით თქვენ წაღან. რა სახელს ამბობთ? მაჩი თქვენ მართლა იცნობთ იმ ბიჭს? სულხანს? როგორ არ ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცნობ სულხანს. რა, შენი პატარა გოგო ვარ არ მიჯერებ, რო ვიცნობ, არ ვიცნობ თუ რა არ მიჯერებ, ჩემი დაკითხვებს მიწყობ? როგორ რა დაკითხვებს? გიჯერებ, ეს რა გვარია? რა გვარია და თურმე ახლა ქალბატონს აინტერესებს შენ რო უთხრა რა გვარია სულხანი. მაგრამ უთხარი თამარ. უთხარი, გიყურებს მინდი აბა რა გვარია? მე მეკითხები? ორივეს გეკითხებით რა გვარია? უთხარი. სულხანი რა გვარი უნდა იყოს სულხანი? სულხანი ივანოვი. სულხან ივანოვი. ივანოვია? თამარ ივანოვია? ახო არა. და კარებზე მაშინ კიკნაველიზე რატო ეწერა? გადაუკეთებია გადასულა დედის გვარზე, ხო? ჭრებალოდან არიან ეგენი, კაი ხალხია. საქართველოში ხო იცი ივანოვებისთვის ახლა როგორია საქართველოში? გამარჯობა სულხან, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. რა ვიცი ხა ვართ რა. ისე რა. ხო, კეთუსიასაც არაუშავს. არის ეგრე ძველებურად, ხო, ლაშიკოსთან ერთად. ვაიმე, სუხი ძალიან კარგად გამოიყურება. ხო, ისე გიხდება ეს ფერი, ცის ფერი არა, ზოლე, ხო. ნახეთ იკა როგორ ხდება. გახატა ამ ფერმა. ხო, სულხან ახლა რისთვის მოვიდით? ანანო არის ჩვენი მეგობარი, გაიცანი და დახმარება ჭირდება შენი ცოტა. აჰა. ხო. ანანო არის თქვენი მეგობარი. ჩვენი მეგობარი. თქვენ მე ხართ? ვაიმე რა. აუ რა ტიპი ხარ, რა ცირკი აი სულსენი შემოხდა აი მაგიში. სულხან, რა დაგემართა ახლა სულხან? გაიხსენე. კობულეთი გაიხსენე. კობულეთი? აი, გაახსენე. მოიცა რა გამახსენდა? აუ რა გჭირს ბიჭო, კობულეთი. პლაჟი, სიმინდი. მოიცა თქვენ სიმინდს ყიდით კობულეთი? ვაიმე ანანო აი სუხის სუესე გვაცინებდა კობულეთი გოგოს. აუ მიხედე ახლა ამას უთხარი რამე თორე ამის ნერვები არ ამბა. კარგია, ვაიმე სულხან რა მაგარი იყო კობულეთის ბუნგალოში რომ ვიყავით ყველა თანამშრომლებმა რომ დავლიეთ ბევრი გახსოვს? მე საერთოდ არ ვსვა. არა, იმ დღის მერე შენ წესით საერთოდ არ უნდა გარიგო. მოიცა თქვენ აქ მუშაობდით? ეხლა ვითომ არ გახსოვს? გაიხსენე ახლა გესტაფო თამარი. შენ რა? მოიცა. ძალიან დავიბენი. პირდაპირ მითხარით ვინ ხართ და რა გნებო? კაი, სუხი გეტყვი ახლა რა ხდება. მოკლედ ანანოს უნდა სესხი და უარი არ მიიღება. სესხი. ანანო. ვაი? გამახსენდა? რა გაგახსენდა? უკაცრავად ანანო ამდენი ხანი რომ ვერ გაგიხსენე. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. გახსოვს ერთხელ დაგირეკეთ კიდეც გადაცემაში. ზღვის გოჭის თაობაზე კითხეთ. ვაიმე მახსოვს, მოწყენილია ზღვის გოჭი. ხო, და მე კიდე გირჩიეთ რა კლასიკური მუსიკა მოასმენინებთ. ვაიმე თქვენი ხავით. როგორ არის ახლა ზღვის გოჭი? მადლობთ, კარგად. გიждდება ვაგნერზე. მართლა. იცით, მე სესხის გამო შეგაწუხეთ. ანანო
თქვენთვის პრობლემა არ იქნება. ისე მიყვარს თქვენი გადაცემა, ყველაფერს გავაკეთებ. თქვენს მეგობრებსაც თუ რამე დაჭირდებათ, შენ გამელიყო. გამომზადეთ. მაგეთ მოი. და პირობებზე დავილაპარაკოთ. შეიძლება გასვით. ავდგეს უხან? მედი დაჭირდა. აი მე ხლა მესმის თამარ შენი. რა? აი ვამბობ ხოლმე მომეშალა ნერვები, საერთოდ რა შემოდიოდია? აი გავაკარალე. დიდი ხანია მინდა გითხრა და ვერ გიბედა უარდა ეს. ძალიან დიდი ხანია მე ამის თქმა შენთვის მინდოდა და ვერ ბედავდი და. რა სანდრო? ა? რა სამბობდი? აუ, დასაწყისის ტექსტს ვიმეორებ. ვაიმე, ძალიან მომეცირატილო წვენი დამესხა. აი, ძალიან ნერვიულო. რაზე ნერვიულო? ძალიან. რაზე და მაია უნდა ვნახო და უნდა უთხრა. მაია, რა უნდა უთხრა მაიას? რა უნდა უთხრა და რომ მომწონს. მოგწონს? მომწონს და რომ ცოლად უნდა გამომყვეს. რა? რა ხსალმე? არაფერი, რთულია ეგ, ძალიან რთულია სათქმა უნდა. შენ საიდან იცი? მე საიდან ვიცი და საიდან ვიცი და წაკითხული მაქვს წიგნებში სანდრო. ძალიან დიდი სანდრო. გამარჯობა. სალამი რა კარა ხარ? ხარ დავაგვიანე? არა დაგვიანე. გამარჯობა მაია. შენ აქეთ გადმოდი, მე აქ ვიჯექი ირაკლი. ირაკლი? კარგი? გამარჯობა მაია. გამარჯობა. აბა? ცხელა. ხო. დღეს მართლა ძალიან ცხელა. ხო. თურვიანი წერია. ნახევა. ეს რა არის, სანდრო? რა გჭირს, რაღაც დაბნეული ხარ? ხო, მე მაია მინდა რომ ერთ ისეთ ერთ წუთი ირა ის პირველი სიტყვა რა იყო? ხო, კაი. მე მინდა ერთ საჭირბოროტო თემაზე დაგელაპარაკო. კარგი. ისმე. რას მიიწმეთ? რა გჭირს ალბათ? არაფერი, ხახს ვჭრიდი და არაფერი. ერთი ყავა უშაქროთ, თუ შეიძლება. უშაქრო ყავაც, ხო? რა კარგი გოგო არა, სალომე. აი, ნუ მაბნევ. სანდრო, მოკლედ, მითხარი რისთვის მომიყვან? რომ ცხელა გითხარი? მითხარი? მითხარი. გითხარი. მაია, მე დიდი ხანია შენ მინდა აი ხა მე ავდგები და წავალ, ხო? არ შემიძლია ირაკლი მაპატიე ვერ შევძელი. წავედი აქედან. სანდრო, ამისთვის დამიბარე? რა ვიცი, აი ირაკლის კითხე. მაია, აიყავა. მადლობა. მაია, ისა ერთი შეკითხვა რა დაგისვა შეიძლება? რა თქმა უნდა. მაია, სანდრომ რაო? რა ვიცი, მეც ვერაფერი ვერ გავიგე, დამიბარე რაღაცა გაუგებრა თქვა და გაიქცა. ნეტა ჩემთვის ეთქვა ეგ გაუგება რაღაცა. რა სალომე რა მითხარი? აუ, არა, არაფერი, ისა ცხელა არა. უნდა გავიქცე რაღაც საჭირბოროტო. ირაკლი? ხო. ბავშვის სახელზე ხო არაფერი მოგიფიქრებია? ვაიმე მარიკუნა ჯერ არაფერი რა. მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ ჩემო ბეღურა. დაჯექი ჩემთან. დაჯექი. მოდი. დაჯექი ახლა მე და შენ 7 წლად ნახე რა სიმშვიდეა. უყუროს ტელევიზორს. ხო გამოჩნდება აქ ვიღაცები, ავიც სახიობები, სპორტსმენები, ავიც ყველა ტელევიზორშია და მე სახელს ამოვარჩევთ რა. აი.
რა, ირაკლი ბავშვს მე სილვესტერს ვერ დავარ. რაღა ეს გამოჩნდა რა პირველი რა. ირა. რა ვიფიქრე იცი? ვიცი. აბა რა? რაღაც გინდა. მართალი ხარ. ირა. რა არის იცი აი ეს რა ქვია. შენ რომ მითხარი საგზურზე მოგცემო. ეხლა ვიფიქრე, მაგრამ მე ხო გითხარი რომ არ მინდა თქო რაღაცა. ეხლა ვიფიქრე და ინტერესში ნახე თან ის კურორტი და ძალიან მომეწონა და მომეცი. დათო? ხო. მე გამოფენა? რა? აღიარება, აღფრთოვანება, გამოხმაურება, მithქმა, მოთქმა, ავტოგრაფები, აპლოდისმენტები, რომელიც ოვაციაში გადადის ფეირვერკი დათო? ვაცლებ ირა. მიდი შენ, კარი გააღე, გიჩვენია, მიდი კარი გააღე. მარიკუნა ეს? რა დავარქვა ირაკლი აიშვარია? მოდი აქშენ, მოდი, შენ გამარჯობა. მოდი და ჯექი მინდი. მინდი. დროზე. ბაი მე ირაკლი. ეხა ისეთი რამე უნდა გითხრა, ემოცია არ გეყოფა. მე და არ გამაგიჟო. ეხა რომ მოვდიოდი აქ სადარბაზოს, თან შემხდა ეს ლიკა რა, ტალახაძე. ჩვენი ლიკა? შენია, შენი იყოს. ხო და გოგო მომახალა პირში რომ დასასვენებლად მივდივარ გონიოშიო. და მე რა ვუთხარი? ირაკლი საგზურები გვაჩუქა მე და თიკას და თურქეთში მივდივართ დასასვენებლად მე. ხო რა იყო? ამოიღეხმა, მიდი ეხლა ბა. ხო, ირაკლი, სხვა გზა არ არის. რა შეგვპირდი? საგზურებს გაჩუქებ და მე და თამარს უნდა გვაჩუქო. მარიკუნა, ხედავ, ეს ერთი შეხედვით უშფოთველი საღამო. თურმე როგორი მოულოდნელობებით ყოფილა ახსავსე, რა? ირაკლი, პირველი დათომ არ გთხოვა? ეხა ეს დედაშვილ, მამიდაშვილობა რა, მოკლედ დაღუპავს ამ ხალხს ნეპოტიზმი. რა იყო? ნუ ესე რა. ირა, ამათმა თურქული არ იციან და იქ რა უნდა გააკეთო? თურქული მართალია ჩვენ არ ვიცით დათო, მაგრამ თამარი ლაპარაკობს იმდენს, რომ რამეს გააგებინებს იმათ. ეს რა იყო ვითომ? და ისა შენ ბოჰემა? იცი თურქული? ვიცი. რაც საჭირო ის ვიცი. რა და შაშ ბეში აკე. ხაბაბ, აუე. ირაკლი, გეხვეწები, აი დამერწმუნე რა, მე და თიკას უნდა მოგცე საგზური. არ დაუჯერო, ირა, არ დაუჯერო, ჰიპნოზ გიკეთებს ახლა ეს. ნუ უყურებ, თვალებს ნუ უყურებ, ირა. ნუ უყურებ. მიდი შენ კარი გააღე. არ უყურებ. როგორ ხართ ხალხო? ხო, დაიქო. აშიკო, დაიწყე. მიდი ახლა. ირაკლი, კეთევან და მეც. ხო. დავით ვიფიქრეთ და გადავწყვიტოთ რომ მოგვეცი საგზური წავალთ თურქეთში, თვალს წყალს დავალევინებთ. ესე იგი ეს ბიჭი სუდალევაზე ფიქრობს რა. მოდი ახში წარში ხო გიგართია წადილით არ მიდიოდნენ ეხლა მიდიან არ მინდა შემოვყენევა მე სამსახურს მარიკო ჩვენ ახლა რა ვქნათ იცი? შვიდად წყარად უხმოთ მოусმინოთ ამათ. თუ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ორი საგზური მაგ თურქეთში და გავიქცეთ. მართალი ხარ ლაშიკო ხალხო მე და ლაშიკო საქორწინო მოგზაურობაში არ ყოფილვართ და ამიტომ ჩვენ წავალთ თურქეთში. დიდი მადლობა ჩემს ირაკლის. მადლობა. არა. არ შეიძლება. რატო? ლაშა ზღვაში ჩასვლა არ შეიძლება. რატო? მით უმეტეს თურქეთში იქ არის უზნობიარე ზღვა და როჩავა ტალღები წარმოიქმნება და წალეკავს ბათუმის კოპირი. კარგად უყურე მერე. აი მე გაიგარეს რა კარგად ვიდა თუ ამოიღე ახლა შენ კიდე ხმა. რა ვთქვა? მე და თამარი თუ წავალთ, საჩუქრებს ჩამოგიტანთ ყველას. მოიძე, თამარი. შენ და თიკა აპირებ წასვლას იქ? ო, აპირებენ არა ის კიდე. არ უნდა მაგას. ხო რა იყო ახლა რა არ მოგწონს? არა, არაფერი თამარ, უბრალოდ
შენი წასვლით ვიღაცას დასწყდება გული. ვიღაცას. ვის? ვაშკაც. ვაიცით რა, ვახოვარ ვაშკაც. მოდიალობ რა რაღაცას. ისე ლაშიკა შენ დაფიქრდი კარგად. ეხა თამარი რო წავიდეს, შენ ხო დაისვენებ. დაფიქრდი. არა, არის მაგაში რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი. არის. ვერ უარყო. არ დაიჯერო ლაშა. აბა შენ წარმოიდგინე ეხლა ეს რო დასვენებული ჯამოა იქიდან. შენ ადრეში ჩავიდე რა. ხო, ეგეც მაგასაც ვერ უარყოფ. მიდი გავუგე სანდრო ხო იცი? აუ, როგორ? არია. ყველა ხართ, კაი მომეც საგზურით და წავედი აქ. შენ მოდი აქ, მოდი. დახროვდი შენ. გეძახი რამდენს არ გესმის. შენი ძახთი? მე მეგონა სხვას ეძახდნენ. არა, ისე კი გამიკვირდა, ჩემს მეტი არავინ არ იყო და ნეტა რატო იძახიან. მაიკა, აი მე ირაკლი გამომივიდა სესხის ამბავი. ვა, ანანო გილოცა ვაი, მარიკუნა ძლივს არ მოვიდა ადამიანის სხვა რამის სათქმელად. აი მე იცით რა ბედნიერი ვარ, იცით როგორ მიხარეთ. აი ვერც წარმოვიდგენდი, რომ აი ესე მარტივად გამოვიდა და გავგიჟდი. ეხა მექნება ბევრი დრო, მომეცი საგზური წავალ თურქეთში. ერთი წუთი ირაკლი მე ხები რომ აი სიტუაცია აქ ძალიან დაიძაბება, ამიტომ მე გავერიდები ამ სიტუაციას და შენ მაინც ეგებ სახელზე იფიქრო, ხო? კი ვიფიქრებ, მარიკუნა, კი ვიფიქრებ, მაგრამ რა ვქნა, აი ამ სიტუაციაში მუსტაფას და ხასანის გარდა არაფერი მახსენდება. აუ ჯამალი რა ხდება მეგო? აჰა, ერთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება? ანანო, შენ სანდროსთან ერთად გინდა წახვიდე თურქეთში? ой, სანდროსაც უნდა? მარტო სანდროს? ვიცი, მე ვიფიქრე ლეკოს წავიყვან. ეგრევე მაიას წაყვანა მინდა. მომისმინე ახლა ანანო, შენ ლეკვით არ შეგიშვებენ თურქეთში. მაია სანდროსი და გვაცადეთ ახლა ჩვენ. აი მე დათულა გამატარეთ ირაკლი კარგად შემომხედე დაფიქრდი ირაკლი. ეხლა გეხვეწები, გემუდარები, ჭკვიანი ბიჭი ხარ, ძალიან მიყვარს ხარ, პროფესორი ადამიანი ხარ, ერთგული პატიოსანი, ბედნიერი კაცი ბძანდები, ცოლი ხარ, შულს ეხლა უკვე ელოდები და გეხვეწები საათსაკოთ გადაწყვიტე ვის სურჩენ თურქეთში. გადაწყვიტე მიდი. მეგობარ. აი ხა დაფიქრდი მართლა შენ. დაუკვირდი რას გეკითხები? ხო, დაუკვირდი. ვისი წასვლა გაგიხარდება აქ და ყველაზე ძალიან. ერთი წუთი, ასე არაფერი გამოვა რა. ასე არაფერი გამოვა. საგზური არის ორი. თქვენ ხართ ბევრი. მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ. დამეხმარეთ ბავშვის სახელის შერჩევაში, ვინც ყველაზე კარგ სახელს მომაფიქრებინებს, შემარჩევინებს, იმას ვაჩუქებ იმ საგზურს და იმან, ვინც უნდა ის აიყვანოს. გიგი, გაგა, გუგა. გივი, გელაგია. ხო, იგე. აუმაჩუქე და მეცა. ისო დაარქვა ირაკლი. ირაკლი, მე მგონია რომ სისანა არ უნდა დაარქვა. აჰა, დაწინაურდა თამარი. დათო. რა დათო? დარქ. აჰა, დაწინაურდა თამარი. ირაკლი არ გამო
ესე რა გამოვა გოგოა თუ ბიჭია ბავშვი ისიც არ ვიცით და რა უნდა მოვიფიქროთ. არამეს გამოიფიქრე ირაკლი რამეს მართალია, პრინციპში მართალია. კარგი, კარგი. მაშინ ჩვენ ასე მოვიქცეთ. მოდით თქვენც აქ. მოდით, სიკა, ლაშა, მოდით. ასე მოვიქცეთ ჩვენც. მე დავსვავ ინტელექტუალურ შეკითხვებს. ხო? და ვინც მეტ ინტელექტუალურ შეკითხვას უპასუხებს, ის იქნება გამარჯვებული და ის წაიყვანს ვისაც უნდა იყოს. აი ინტელექტუალური მომეწონა. მიდი აბა. კი ბატონო, მზად ხარ? აბა, ირაკლი, რა მაინტერესებს პრიზი მარტო საგზურია? თუ სხვა რამე? აი, მარიკას აქვს კარგი ფერადი ჭურჭელი და, არა? კარგი. კარგი. რა დროს ჭურჭელი? უკაცრავად ეს თვითი შეიძლება შემატაროთ ეს. და მე ვკითხავ რაღაც. მარტო უნდა ვკითხო მეტი არაფერი. ეხლა დაიწყეთ თქვენ გათამაშება? დავიწყებთ მალე. მალე დაიწყეთ? დიახ. იცით მე ის ვარ გოგიმ რომ დაგირეკა. კარგია დათო რა. ой, დიახ დათო, მიცანი. დათო მე დიახ. ხარა, ნუ მაიმუნო რა დათო. მოკლედ. ხოხედა ვახტგავარ. შეთანხმდით ინტელექტუალურ შეკითხვებს. ძალიან კარგი. აბა ყურადღებით ანანო, თამარ, ქეთევან, ლაშა, დათო და თიკა. მე შენ სანდრო უკეთ მოემზადე და მომავალ წელს მოდი. ესე იგი, შეკითხვა პირველი. 1782 წელს. როდის? 1782 წელს. ეს არის მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი. 1782 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა იწერთიკა? ვიმახსოვრებ თამარ. მაბატიეთ მოაზროვნეებო ზარს ბენჟამინ ფრანკლინი. ალო? გამარჯობა ცისანა შალმოვნა. გამარჯობა. არა გუშავთ როგორ ხართ? კარგად, გვალობთ. რა? შენ და ზახარიჩი გადმოხვალთ აქ ორი თვით? თუ საჭიროა მეტით? ცისანა შალმოვნა, მე თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. მე იმდენი კარგი მახსოვს შენგან შალონა და ზახარიჩის რა თქმა უნდა ეს სიურპრიზი არის ორკაციანი საგზური ორი კვირით ანტალიაში თურქეთში ნუ შეწუხდებით მე თვითონ მოგიტანთ საგზურებს აეროპორტშიც წაგიყვანთ იქიდანაც დაგვტებით იქაც დაგვტებით თუ გინდა ხო კარგი შალო როგორ გეკადრება არა არ არის საჭირო რა თქმა უნდა აბა ვისთვის აბა ვინ მადლობა კარგად შალონა კარგად ბოდიში უნდა მოგიხადოთ მოაზროვნეებო აი ახლა ზემოდან დარეკეს და გამარჯვებულია ცისანა შალონა და ნუგზარ ზახარიჩი აბა მიულოცოთ ლაშა მომყევი. წამოდი. ხო, არა, ვიცი გოგი. ვიცი, მაგრამ ვერ წამოვა, ხო იცი, მარიკუნა, ხო აბა რა გოგი, დღე-დღეზე ველოდებით უკვე და დიდი მადლობა, ვიცი რომ გაგიხარდება. ვიცი, მაგრამ ვერ წამოვა, გოგი, ვერა. მოიცა გოგი ერთ წუთი. რა გინდა? მე წამოვე. შენ წახვარ? ხო. ერთ წუთი. გოგი, აი ჩემი დათოა. ხო, ჩემი დათო და მე წამოვა. ხო? კი, წახვალ, ხო? ნამდვილად წახვალ. კი, წავრდა, დაურეკე, შენ სახში იქნები, ხო? დილიდან დაურეკავ. დაგირეკავს დილას. ხო და წამოვა. კარგი, ძალიან კარგი. გაიხარე, იცოცხლე. მადლობა. ჯიგარი ხარ. დაგირეკავს. ჯიგარი ხარ, რაირა. სტადმიდიوار. ვარდეთილში.
გოგის გოგო ხათუნა ვარკეთილში იქნება ბინა ოროთახიან ხო და ხვალ არის გადასატანი საწოლი კარადა და ისა სამზარეულო ფინურ